გსმენიათ რამე იმ ავტომობილების შესახებ, რომლებსაც ფორმულა 1-ის ტექნოლოგიები და ძრავები აქვთ. ყველა მოყვარულმა იცის, რომ სარბოლო ბოლიდი და ყოველდღიური მოხმარების მანქანა ერთმანეთთან ცოტა დეტალს თუ იზიარებს. მიზეზი მარტივია. ბოლიდი ბოლომდე გაწურული, საჩხუბრად გამზადებული მონსტრია, რომელიც მხოლოდ ერთი ბოლისთვისაც შეიძლება შეიქმნას. სამოქალაქო ავტომობილებს კი კომფორტულობა და მრავალი ასეული ათასი კილომეტრის დაფარვა ევალება. თუმცა ზოგჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ყოველდღიურად გამოსაყენებელი ან თუნდაც საგზაო სპორტული ავტომობილი ინჟინრებს არც მეტი არც ნაკლები ფორმულა 1-ის ტექნოლოგიებით აღუჭურვიათ. ამ ვიდეოში სწორედ იმ მანქანებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ერთ-ერთის ბოლიდებთან უამრავ საერთოს იზიარებს. მზად ხართ სტარტისთვის? Ferrari F40. Ferraris ეს ლეგენდარული მოდელი ერთ-ერთი პირდაპირი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყენო არსებული ფორმულა 1-ის ტექნოლოგიები სერიული წარმოების მანქანაში. F40 ძრავა 12 ცილინდრიანი და 4.7 ლიტრის მოცულობის იყო, როცა იმ დროინდელ ფორმულა 1-ში მოასპარეზე Ferraris ძრავის მოცულობა მხოლოდ 3.5 litrში ადგენდა. საყურადღებოა, რომ ამ ავტომობილს ძრავის ბლოკი Ferrari 641-დან იყო აღებული. ეს ლეგენდარული ბოლიდი 90-იანების ფორმულა 1-ის კომაგებს თავისი V12-ის სასტიკი კიბილით კარგად ემახსოვრებათ. Ferrari 641-ის სახელს არაერთი გრან-პრის მოგება უკავშირდება. ბოლიდს ლეგენდარული ალან პროსტი და ნაიჯელ მენსელი მართავდნენ. ძრავის ბლოკთან ერთად Ferraris ბოლიდსა და F40 შორის კიდევ ერთი მსგავსება არსებობდა. ავტომობილის უკანა დაკიდება F1-ის მსგავსად კარბონისგან იყო დამზადებული და პირდაპირ ძრავაზე იყო მიმაგრებული, რაც ფორმულა 1-ით ძალიან დიდ ვიბრაციებს წარმოქმნიდა. F40-ზე ერთი რამ უნდა ითქვას. მიუხედავად მისი წინამორბედის F40-ის უდიდესი წარმატებისა, F50-მა მსგავსი აღიარება ვერ მოიპოვა. სამწუხაროა, არადა ტექნიკურად გაცილებით დახვეწილი იყო ვიდრე 80-იანი წლების F40. თანაც ტურბინიანი ვერ დის ნაცვლად მისი კორპუსი ფორმულა 1-ის 12 ცილინდრიან ძრავას მალავდა. Alfa Romeo 164 პროკარი 1988 წელს Alfa Romeo-ის ინიციატივით ფორმულას ახალი კლასის შექმნაზე დაიწყო კონსულტაციები. აღნიშნულ კლასს ფორმულა S-ი დაარქვეს და მასში მონაწილეობის სურვილი პირველებზე აგაგიგვირდება და ალფამ გამოთქვა. 80-იანების მიწულის პერიოდი გახდათ, როდესაც ალფას საკუთარი წარმოების ფორმულა 1-ის ძრავა ჰქონდა. ეს მოცულობა კი საქმეს აადვილებდა. ამავე ეპოქაში ეს იტალიური კომპანია ულამაზეს და საოცრად დახვეწილ Alfa Romeo 164-საც აწარმოებდა. და სწორედ ამ დროს მკერდთან შეხსნილი პერანგის მქონე იტალიელი ინჟინრების გონებაში შიზოიდურმა იდეა მიფეთქა. წარმოიდგინეთ, თავზე ხელაღებული იტალიელი ავტოინჟინრების კოლექტივი ერთად. აქ ხომ კარგი არაფერი მოხდებოდა, და აი შედეგიც. Alfa Romeo 164-ში ფორმულა 1-ის V10 ძრავა მოათავსეს, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ბოლიდის შასი ბრაბამიდან აიღეს, რომლის წონაც 750 კილოგრამი იყო. ძარა სრულად ხელნაკეთი კარბონ კევლარის გახდათ. ამ ავტომობილს ფორმულა 1-ის იდენტური ჟღერადობა და მონაცემები ჰქონდა. მისი პირველი ტესტები იტალიაში მონცას ტრეკზე ჩატარდა. მას მხოლოდ აეროდინამიკური მონაცემები არ გააჩნდა ფორმულა 1-ის ნაირი,
თუმცა ავტომობილი 0-დან 100-მდე აჩქარებას 2.5 წამში ახერხებდა და ამ ტესტების დროს მონცას ტრეკზე დაფიქსირებული ფორმულა 1-ის მაქსიმალური სიჩქარე გაიმეორა 329 კმ/სთ. თუმცა დასანანია, რომ ფორმულა S-ი ვერ შედგა, რადგან მასში მონაწილეობის სურვილი ალფა რომეოს გარდა სხვა ავტომწარმოებელს არ გამოუთქვამს. მართლა, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ კრისტალ აუტოს არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. Renault E-Space E1. თქვენ გონიათ, მხოლოდ იტალიელებს შეუძლიათ მსგავსი სასწაულების შექმნა. მათ ფრანგებმაც მიბაძეს და 1995 წელს მსოფლიოს სრული სიგიჟე წარუდგინეს. Renault E-Space განსხვავებული დიზაინის მქონე საოჯახო ვენია, რომლითაც რიგით ფრანგს უქმეებზე ოჯახის გასეირნება შეუძლია. მისი დიზაინი არა მხოლოდ 1995 წელს იყო ფუტურისტული, არამედ დღესაც საუცხოოდ გამოიყურება. სახელწოდება E-Space ფრანგულად სივრცეს აღნიშნავს. ფორმულა 1 კი მცირე სივრცესთან ასოცირდება. ამიტომ ამ ორი მანქანის შერწყმა რაღაც პარადოქსული გამოვიდა. თუ ალფა რომეო 164 პროკარი იმავე სიმძლავრის აგრეგატებს იყენებდა, E-Space-ის შემთხვევაში ისედაც ძლიერი E1-ის უილიამსის 100-ცილინდრიანი ძრავა კიდევ უფრო გააძლიერეს და 691 ცხენის ძალის ნაცვლად 790 მიიღეს. ავტომობილში 4 სპორტული სავარძელი იყო მოთავსებული და უკანა ორ მგზავრს პირდაპირ ძრავაზე უწევდათ განთავსება. წარმოიდგინეთ, რომ ძრავის სასუნთქი გზები პირდაპირ სალონში იყო მოთავსებული. 10 დამოუკიდებელი დროსელი იმდენ ჟანგბადს მოიხმარდა, რომ ფანჯრებს თუ არ ჩაუწევდით რამდენიმე წამში უჟანგბადობისგან სუნთქვას ვეღარ შეძლებდით. ამ გიჟურ პროექტში 3 კომპანია იყო ჩართული: Renault, Williams და Marta. პირველი ორის ჩართულობა ალბათ ყველასთვის გასაგებია, მაგრამ Marta ნამდვილად აჩენდა კითხვებს. თუმცა საკითხავი არაფერია, რადგან Marta-ს და Renault-ს აწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა და E-Space E1 სწორედ ამ კოლაბორაციის იუბილესთვის შექმნეს. მიუხედავად შეუსაბამო აეროდინამიკისა, ბოლიდი ძალზედ ჩქარი გამოვიდა. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 2.8 წამში იყო შესაძლებელი, ხოლო 300 კმ/სთ 7 წამზე ნაკლებ დროში ავითარებდა. ავტომობილი იმდენად საინტერესო გამოვიდა, რომ ლეგენდარულ პოლ რიკარდის ტრეკზე ტესტებისათვის 4 გზის მსოფლიო ჩემპიონი ალან პროსტი მიიწვიეს. მანაც იმედები არავის გაუცრუა და დიდი საოჯახო ვენით 300 კმ/სთ გადააჭარბა. Ford Transit Superveni. ჩვენ სიაში ჩამოთვლილი ავტოკომპანიებიდან სარბოლო აგრეგატების ყოველდღიურ ავტომობილში მოთავსება პირველმა Ford-მა დაიწყო. მრავალი წლის განმავლობაში ტრანზიტებში ავტოსპორტისთვის განკუთვნილი აგრეგატები თავსდებოდა და მათ Superveni ერქვა. ნიახ, არ მოგესმათ. ტრანზიტებში 1971 და 1995 წლებში სულ 3 თაობა Superveni გამოუშვეს. პირველი Superveni Ford GT40-ის შასიზე იყო აგებული და მასში Ford-ის 5 ლიტრიანი ბირბაძრავა გამოიყენეს, რომელსაც 435 ცხენის ძალა ჰქონდა. მეორე თაობაში, რომლის დებიუტიც 1984 წელს შედგა, Cosworth-ის 3.9 ლიტრიანი ფორმულა 1 ძრავა ჩადგეს. შედეგად ერთი შეხედვით უწყინარი ვენი 590 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. Superven 3 ამ ჯაჭვის გაგრძელება იყო და მასში 720 ცხენის ძალიანი Cosworth HB-ის აგრეგატი მოათავსეს. მისი მაქსიმალური ბრუნვათარიცხვი E1-ის ძრავის ნიშნულთან პირდაპირ შესაბამისობაში მოდიოდა და ბრუნების წითელი ხაზი 13500 ჰქონდა.
ამ ავტომობილის არა. მინა ბოჭკოვანი იყო და მისი მასა სულ რაღაც 890 კილოგრამში ადგენდა. ამ ავტომობილის დანიშნულება კომპანიის რეკლამა იყო. შესაბამისად, იგი სხვადასხვა სარეკლამო ღონისძიებებზე და გამოფენებზე გამოხატავდა. ხშირად იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ჟურნალისტებს ან ცნობილ ადამიანებს ეძლეოდათ სუპერვან 3 გასეირნების შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, რომ 890 კილოგრამიანი და 730 ცხენისძალიანი ურჩხულის მართვა პროფესიონალი საქმეა. ამიტომ 90-იანების ბოლოს კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ამ მონსტრის ძრავა შედარებით მართვადი და დამჯერი აგრეგატით ჩაენაცვლებინათ. სწორედ ამგვარად ფორდის 3.5 ლიტრიანი და 6 ცილინდრიანი ძრავა სუპერვენ 3-ში მოთავსდა. აღნიშნული ძრავა სამოქალაქო მოხმარების იყო. ამიტომ ფორდმა კოსვორსი მაინც დაიხმარა და საბოლოოდ 260 ცხენის ძალა მიიღეს. ტრანზიტ სუპერვენ 3 დღევანდელი მონაცემებით ფორდის მუზეუმში ინახება და მისი დანიშნულება კვლავ ფესტივალებში და სარეკლამო ღონისძიებებში მონაწილეობაა. Mercedes AMG Van. ეს მოდელი Mercedes-ის გზავნილია ყველასთვის, თუ როგორი უნდა იყოს ფორმულა 1-ის ბოლიდის საერთო მოხმარების გზებზე. მისი შეხედვისას მალევე მიხვდებით, რომ მანქანის ფორმები აეროდინამიკის გაუმჯობესებას ემსახურება და ყველა დეტალი არა სილამაზისთვის, არამედ ფუნქციებისთვის აქვს. მას ძრავა Mercedes W07-ისგან აქვს. თუმცა ეს მისი ერთადერთი აგრეგატი არაა. მას კიდევ 4 ელექტროძრავა გააჩნია. ჯამში მისი ცხენის ძალის მაქსიმალური ნიშნული 1021 უტოლდება. იგი ფორმულა 1-ში არსებული 8 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით არის აღჭურვილი და ავტომობილის წონა 1200 კილოგრამში ადგენს. თავდაპირველად, როდესაც Mercedes-მა აღნიშნული გიჟური პროექტი დაანონსა, ავტომოყვარულები ჭკუიდან შეიშალდნენ, რადგან ყველას ძალიან სურდა ქუჩებში ფორმულა 1 ენახა. Mercedes-ი ყოველთვის გამოირჩეოდა ამბიციური და ინოვაციური იდეებით, თუმცა ამ მანქანის ტესტებმა ძალიან ბევრი დრო წაიღო. ეს ყველაფერი გასაგები იყო, რადგან ფორმულა 1-ის ტექნოლოგიის ყოველდღიური მოხმარების ავტომობილში უშეცდომოდ გადმოტანა ურთულესი საქმეა და ეს აქამდე არავის გაუბედავს. მხოლოდ Mercedes-ი აღმოჩნდა ის კომპანია, რომელიც გამოწვევას არ შეუშინდა. ბევრი გაუმართავობისა და უამრავი ტესტების მიუხედავად, კომპანიამ მაინც შეძლო ავტომობილის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათ საკმაოდ რთული პროცესი გაიარეს და საქმის მსვლელობისას ბევრი ახალი რამ ისწავლეს. აგრეთვე ისიც აღნიშნეს, რომ ავტომობილი ბუნებაში პირველია და იგი იდეალურად არაა დახვეწილი, თუმცა ამ კუთხით მუშაობას არ წვედნენ. დიახ, მეგობრებო, საავტომობილო სამყაროში ამინც ერთეულები ქმნიან. ისინი, ვინც შეუსრულებელ მისიებს საკუთარ თავზე იღებენ და ბევრი დაბრკოლების მიუხედავად მიზანს მაინც აღწევენ. და კომენტარი და რაც ყველაზე მთავარია გამოიწერე. Giotto Caspita. იაპონური ავტოკულტურა ტრადიციულია და დანარჩენ მსოფლიოს არგავს. მათ თავისი ხედვა აქვთ და არჩეული კურსიდან გადახვევა არჩევიათ. მიუხედავად მოკრძალებული და ეკონომიური ავტომობილების სიხშირისა, იაპონურ ავტომწარმოებლებს ამბიცია ყოველთვის დიდი ჰქონდათ. Lexus LPX ხომ ერთ-ერთი ამ ამბიციის შედეგია. ფორმულა 1-ის მსგავსი ყოველდღიური ავტომობილის შექმნა დღესაც აქტუალურია. ჯერჯერობით ყველაზე მიახლოვებული მოდელი Mercedes-ის ულტრა თანამედროვე AMG Van-ია. თუმცა ყოველდღიური ფორმულა 1-ის იდეა გაცილებით ადრე იღებს სათავეს. 90-იანი წლები შესაფერისი პერიოდი იყო, რადგან ყველანაირი სიგიჟე ამ ეპოქაში შეიქმნა.
იაპონელების ამბიცია ამ დროსაც აქტუალური იყო და გადაწყვიტეს მსოფლიოსთვის სამოქალაქო ფორმულა 1 წარედგინათ. თქვენ წინაშე ბევრისთვის უცნობი ჯიოტო კასპიტა. მისი დიზაინი 200 დიზაინერის ნამუშევრიდან შეარჩიეს. დაბალმა და განიერმა ძარამ აეროდინამიკურ გვირავში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. უბრალოდ კარგი ძრავის შერჩევა იყო დარჩენილი და პროექტი წარმატებული გამოვიდოდა. აღნიშნულ პერიოდში Subaru Formula 1-ის პროგრამას აწარმოებდა. კომპანიას 12 ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავა ჰქონდა მზად, რომელიც F1-ის სატესტო გარბენზე უბრალოდ ჩაფლავდა. ჯიოტოს ხელმძღვანელებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ მოცემული ძრავა მათთვის იდეალური იქნებოდა. პირველი პროტოტიპი Subaru-ს 12 ცილინდრიანი ძრავით აღიჭურვა, რომლის მოცულობა 3.5 ლიტრი იყო და 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. აღნიშნულმა აგრეგატმა იმედები ამჯერადაც ვერ გაამართლა. მეორე პროტოტიპში უკვე JAD B10 მოათავსეს, რომელიც 585 ცხენის ძალასა და 11,000 ბრუნს გამოიმუშავებდა. კასპიტა ფინანსური კრიზისის დროს დაიბადა, მაშინ როცა სუპერკარებს ძალიან რთული პერიოდი ჰქონდათ. ჯიოტოს ხელმძღვანელებს ორი პროტოტიპის შექმნა იმდენად ძვირი დაუჯდათ, რომ ამ პროექტის გაგრძელება წარმოუდგენელი გახდა. ამ მოცემულობების ერთობლიობა გახდა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ იცის უმეტესობამ ამ მოდელისა და 12 ცილინდრიანი Subaru-ს ეგრეთ წოდებულ e-boxeრის შესახებ. BMW M5 ვიათისკივილი. ამ ნათქვამზე ალბათ ყველას BMW E60-ის M5 ახსენდება. მისი შესაძლებლობები ყველამ კარგად ვიცით. ეს არის 4-კარიანი მეხუთე სერიის მოდელი, რომელსაც ფორმულა 1-თან კავშირი რომ არ ჰქონდეს, ჩვენ სიაში ვერ მოხდებოდა. M5-ების ოჯახში ყველაზე აგრესიული და ხმაურიანი სწორედ რომ ჩვენი გმირია. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უწყინარი მეხუთე სერია მონსტრად აქციო. BMW-ს M პერფორმანსის განყოფილებაში ისეთი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც ჩვეულებრივ მოდელებს ავაზაკებად გარდაქმნიან. ამ ყველაფრისთვის მხოლოდ აეროდინამიკური ემის ბამპერები და კარგი მართვა არაა საკმარისი. ამ საქმეს სრულყოფილებისთვის ყველაზე მთავარი ძრავა სჭირდება. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ 2000-იანების ბოლოს გიჟურის სედანი ვიხილეთ, რომელშიც ფორმულა 1-ის გენეტიკაა. 2000-იანების ფორმულა 1 ძალზე სანახაობრივი და დაძაბული იყო. უამრავი ძლიერი პილოტი და გუნდი ერთად იყრიდა თავს. იმ პერიოდში ბოლიდები ატმოსფერული V10 ძრავებით იყო აქტიურული და ერთმანეთში ცეცხლოვანი ბრძოლები ჰქონდათ გაჩაღებული. ამ დაუნდობელ ბრძოლაში BMW-ც ჩაერთო. ვინც მაშინდელ ფორმულას თვალს ადევნებდით, კარგად გემახსოვრება, თუ როგორ ახერხებდა BMW თავის მეტოქეებთან ღირსეულ კონკურენციას. შესაბამისად, კომპანიას გიჟური იდეა გაუჩნდა და განახორციელებიაც. 2004 წელს, როდესაც S60 M5-ის პრეზენტაცია შედგა, მალევე გახდა ცნობილი, რომ ავტომობილს ფორმულა 1-ის მსგავსი 10 ცილინდრიანი ძრავა ექნებოდა. ამ ყველაფერმა მის მიმართ ინტერესი გააურმაგა. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ 5-7 ცხენის ძალიანი მონსტრი წინა მორბედებთან შედარებით გაცილებით ჩქარი იყო. ალბათ ასეთი გადასვლა მოდელებს შორის BMW-ს ისტორიაში არც ყოფილა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ თუ ჩვენს ვიდეოში მოხვედრილ ურჩხულების უმეტესობას ფორმულა 1-ის იდენტური ძრავები ერგოთ, M5-ის შემთხვევაში სხვაგვარადაა. აღნიშნული ძრავა ფორმულა 1-ის იდენტური არ ყოფილა. იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილი სერიულად უნდა წარმოებულიყო. ინჟინრებმა ძრავი ყოველდღიურ მოხმარებასთან შესაბამისობაში მოიყვანეს. უბრალოდ წარმოიდგინეთ 10 ცილინდრიანი ძრავა,
რომელიც თავისუფალ ბრუნზე 6000-ის ნიშნულზეა და მის სიხმის დეციბელების მაჩვენებელს თავისუფლად შეუძლია შუშების ჩალეცვა. არ იქნებოდა ხომ კომფორტული იმ სედანში, რომლითაც შეგეძლოთ უქმეებზე ბავშვები გაგესეირნებინათ. ზუსტად ასე იფიქრეს BMW-შიც. თუმცა ერთი რამ ცხადია. ფორმულა 1-ის ტექნოლოგია და ყოველდღიური მოხმარების მანქანა ერთად ვერ ძოვენ. ავტოსპორტში მთავარი იმ 70 წლის შესრულებაა, რაც ბოლიდის ვალდებულება და ხშირად ამასაც ვერ ასრულებს იგი. ხოლო სერიული ავტომობილი 10 წლეულებზეა გათვლილი. ეს 60-ის M5-იც ამის მაგალითია, რადგან ამ ძრავის პრობლემების შესახებ არათუ ავტომოყვარულებმა, არამედ სურსათის მაღაზიაში კონსულტანტებმაც კარგად იციან.